დიახ, ამ წუთებში მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროდეპუტატებს შორის შეხვედრის ერთი ნაწილი უკვე დასრულებული. ახლა ევროდეპუტატები ხვდებიან საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ბუნებრივია თემები შეეხება ყველა ქვეყანაში მიმდინარე ყველა მძიმე პოლიტიკურ პროცესს, როგორც თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს, რომელსაც თავს ესხმის ქართული ოცნება და ყველა ფინანსურ წყაროს უჭრის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საკითხებითაც დაინტერესდნენ ევროდეპუტატები, თუმცა მთავარი, რასაც ყველა ამახვილებს ყურადღებას შეხვედრის დროს, ეს არის სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის და რა შეიძლება ევროპარლამენტმა გააკეთოს იმისთვის, რომ აიძულონ ქართული ოცნება რაიმე ფორმით ქვეყანა დააბრუნოს ევროპულ გზაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ ამბობენ, რომ ევროპარლამენტარების პოზიციაც არის შემდეგი, რომ აუცილებელია თუ საერთო სანქციებზე შეთანხმება ვერ მოხდება, წევრ სახელმწიფოებზე გაძლიერდეს ზეწოლა, რომ ეროვნულ სანქციების დონეზე დასანქცირდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და არ უნდა დასანქცირდნენ 1-2 ჩინოვნიკი. ისინი ფიქრობენ, რომ მთლიანად ქართული ოცნება, მათი ოჯახის წევრები, სხვადასხვა შტოების ხელმძღვანელები და მათი ქვეშევრდომები ყველა უნდა აღმოჩნდეს სანქცირებული, რათა ქართულმა ოცნებამ შეცვალოს საგარეო კურსი და ბუნებრივია უვიზო რეჟიმიც იყო განხელვის მთავარი თემა. ევროდეპუტატები არ არიან მომხრე, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდათ უვიზო მიმოსვლა, ისინი არიან მომხრე, რომ კონკრეტულად ქართული ოცნების ლიდერებს, მათ ოჯახის წევრებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა ევროპაში თავისუფლად გადაადგილდნენ. ვისაუბრე ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზეც და ვუთხარი თუ რამდენად უარყოფითად იქნება აღქმული აქ საქართველოში თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდება მოქალაქეებისათვის. ისინიც განიხილავენ ამას, ეხლა მე ვერ გეტყვით, ხვალ იქნება, ზეგ იქნება, რაღაცა სია იქნება თუ რა იქნება, მაგრამ არსებობს უკვე ამაზე, ესე ვთქვათ, საუბა და ძალიან კარგად ესმით, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ კონკრეტულ პირებს. ეს იქნებიან თანამდებობის პირები, კონკრეტული, არ ვიცი, დანაშაულის ჩამდენი პირები თუ მხარდამჭერები აი ამ ესე ვთქვათ სისტემის შემოქმედები და არა საზოგადოება მთლიანად. თუ ვთქვათ ესე ვერ ხერხდება კონსენსუსით მთლიანად ევროკავშირის მხრიდან, შეიძლება ცალკეულმა წევრებმაც მიიღონ თქვათ გარკვეული გადაწყვეტილებები, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ვესაუბრეთ აი ევროკავშირის პოლიტიკაზე, მათ შორის აღმასრულებელი სისტემის და ნაწილის მიერ პოლიტიკაზე, იმ ხარვეზებზე, მათ შორის რასაც ჩვენ ვხედავთ და დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხებს მოიკითხავენ, დასვამენ შეკითხვებს და მიექცევენ ყურადღებას. არ უნდათ მათ რომ უვიზო რეჟიმი შეჩერდეს მთლიანად საქართველოს მოსახლეობისათვის და ეძებენ სწორედ იმ გზებს, რომლებიც რომ დაუმისდნონ, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღები და პასუხისმგებელი უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხეს. კონკრეტულ მექანიზმზე ერთზე რაც არის საუბარი, ეხლა არის ინდივიდუალური არ შეშვება სხვადასხვა ქართული ოცნებასთან დაკავშირებული პირების ქვეყანაში, მათ შორის იმედი გვაქვს, რომ ესეა იქნება ფართო. მე ვგულისხმობ იმას, რომ უბრალოდ მხოლოდ მთავარი პირები კი არა, არამედ ვინც არიან შემსრულებლები, ჩვეულებრივი ქართული ოცნების აქტიური წევრები, რომლებიც ევროპარლამენტის დელეგაციაში შედის ესპანელი ევროდეპუტატი ნაჩო სანჩეს ამორი, ასევე გერმანელი ტობიას კრამერი, რომლებიც აქტიურად საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე და არაერთ რეზოლუციაში მოხვედრილა ივანიშვილის, კობახიძის, ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერების სახელები და გვარები, რომლებსაც უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა დღეს საქართველოში. პირველ რიგში საქართველოს ჩამოშორების გამო ევროკავშირთან და ასევე საქართველოში ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის გამო. ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობაც, რადგან ფიქრობენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, რომლებიც 300 დღეზე მეტად განან თბილისის ქუჩებში, იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, მათ არ უნდა შეეხოთ სანქცია ევროკავშირის მხრიდან, ამიტომაც მათი მთავარი გზავნილიც იქნება ის, რომ ევროპა უნდა დაგვეხმაროს, მაგრამ უნდა დაგვეხმაროს კონკრეტულად ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის დაკისრებაში. საქართველოში არსებულ ვითარებას, რომელიც შეიქმნა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით, სამოქალაქო საზოგადოების კუთხით, მედიის კუთხით, მთლიანად ზოგადად იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია
ფაქტურად დიქტატორული რეჟიმი, როდესაც ხელისუფლების ყოლაში ტოვდა ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ და უშუალოდ მისი დიქტატით იმართება და როდესაც უკვე ღიად არის გაცხადებული, რომ საქართველოში დაიხურება პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა იყოს მიღებული სანქციებიც, მათ შორის უვიზო მიმოსვლის აკრძალვაც, ოღონდ არამთლიანად საქართველოს ხალხის მიმართ, რომელსაც არაფერი დაუშავებია, არამედ მათ მიმართ, რომლებმაც ასეთ სიტუაცია შექმნეს საქართველოში, გულისხმობ ქართული ოცნების ხელმძღვანელობას, ელიტას, მათ პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს და სხვა ინსტიტუტების, ასე თქვა, წევრებს, რომლებიც ღიად ასრულებენ ქართული ოცნების ნებისმიერ მითითებას და დაკვეთებას. ევროდეპუტატები საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში არ შეხვდებიან ქართულ ოცნებას და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დელეგაცია ევროკავშირიდან ჩამოდის, ისე რომ ისინი ვეღარ ხედავენ ოცნებასთან საუბრის რესურსს, შესაბამისად არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი. ევროპარლამენტარები ორდღიანი ვიზიტ შეაჯამებენ უკვე ხვალ, სადაც მედიისთვის გამართავენ პრესკონფერენციას და იქ უკვე გვეტყვიან რა ბერკეტები აქვს ევროპარლამენტს თავის მხრივ, რათა გააძლიერონ ზეწოლა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, არამედ ევროკავშირზე და წევრ სახელმწიფოებზე.